გამოცემული ამ სამუშაოების შესრულებამდე აქ. სერიოზულ შეშფოთებას და დღესაც მიმდინარეობს რა თქმა უნდა აქტიური მუშაობა ამასთან დაკავშირებით. ფაქტები არის საკმაოდ მწირი, ამაზე ჩვენ გვიხდება ბატონმა ოლიმპიადასთან დაკავშირებით ეკოსისტემების დარღვევაზე საუბარი საერთაშორისო დონეზე დაიწყო. და ყველაზე მეტად ეკოლოგიური სისტემა ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ ამ ორგანიზაციების გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა არის ამ მიმართულებით საჭირო. ამჟამად ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით მდინარე გუმის მთაზე ხდება ინერტული მასალის უკანონო ამოღება, რომელიც შემდგომში ტრანსპორტირება რუსეთის ფედერაციაში, რათა იქ ოლიმპიური თამაშებისათვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა განხორციელდეს. ამ მოქმედებებით რუსეთი უქმნის რეალურ საფრთხეს არამხოლოდ აფხაზეთს, არამხოლოდ საქართველოს დანარჩენ ნაწილს, არამედ მთელი შავი ზღვის აუზს. ამაზე ყურადღებას ამახვილებენ უკვე საკმაოდ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ეს ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი თუ ხალხად ცნობილი Greenpeace.